საღამოშვიდობის ძვირფას ტელემაყურებლებო ტელეკომპანია Triality პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემით რეგიონის სტუმარი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა გორელს მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მოგეხსენებათ დღეს ოქონის წმინდა ღვთისმშობლის სახელობის პარკში ნიშთან მოეწყო, ასე ვთქვათ, ხუთი ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევა აღევლინა და დღეს ოქონობა გორში მინდა ყველას მოგილოცოთ ეს რელიგიურ სახალხო დღესასწაული. ამ დღეს იმდენად მნიშვნელოვანია ეს დღე, რომ ამ დღეს დაემთხვა კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი. დღეს გორში სტუმრად იმყოფება თავისუფალი თეატრი და ერთი კვირის განმავლობაში გასტროლზე იქნება ეს თეატრი გორში. ამდენად ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით და დღეს ჩვენთან სტუდიაში მოვიწვიეთ თავისუფალი თეატრის მთავარი რეჟისორი ბატონი ავთო ვარსიმაშვილი, რომელიც გვესაუბრება აი ამ თეატრის მიზნებზე, ამოცანებზე, რა თქმა უნდა, თეატრის პრობლემებზე და საერთოდ ხელოვნებაზე. იმედი გვაქვს, რომ თქვენ დაგვიკავშირდებით. იქნებით აქტიური, ჩვენ ტელეფონის ნომრებია შეგახსენებთ 71039 ან 71321. დაგვიკავშირდით, დასვით კითხვა პირდაპირ ეთერში და მიიღეთ პასუხი გადაცემაში რეგიონის სტუმარი. მოგესალმებით, ბატონო. მოგესალმებით. მე რაზე ვწუხარ ახლა იცით ბატონო? ჩვენ აქვს ხედვართ და გორის თეატრში მიმდინარეობს წარმოდგენა ჰამლეტი და მე ვწუხარ, რომ ახლა სტუდიაში მიხდება თქვენთან ერთად საუბარი და ვერ მესწრები სპექტაკლს. უამრავი ხალხი მოვიდა, უამრავი ადამიანი მოვიდა დღეს გორის თეატრში და იმედია, რომ აი 5-6 დღის განმავლობაში კიდევ უამრავი ადამიანი მოვიდა. პირველი კითხვა. რატო გადაცდა, რომ გორში გასტროლი გაგემართეთ, წარმოდგენები გაგემართეთ? პირველ რიგში ვიცით, მეც მილოცაში ვარ დღეს მილოცას. მოგილოცოთ პირადად თქვენს შესანიშნავ ტელეკომპანიას და თელს აი ამ არაჩვეულებრივ ხარეს ეს დღესასწაული, რომელიც დღეს ოქონობის დღესასწაულს გულისხმობ. რომელიც დღეს თქვენთან ტარდება. მე საკმაოდ კარგად ვიცნობ საქართველოს ისტორიას და ვიცი რას ნიშნავს. საერთოდ ეს დღესასწაული ახალია მართალია, მაგრამ მთლიანობაში რა მადლი აქვს და რატო ვართ ახლა აქ მაგაზე ვისაუბროთ, რატო ვართ გორში? დაემთხოთ თან ეს. ეს არ დაემთხვა ეს ბატონ მიშას სურვილიც, რომ ჩვენ დღეს დაგვეწყო და მე სიამოვნებით მივიღე ეს წინადადება. შემიძლია ვისარგებლო შემთხვევით არ გადაუხადო საჯაროდ ბატონ მიშა ქარას მოწვევისათვის. იმიტომ რომ თავისუფალ თეატრს დღიდან დაარსებისა ჰქონდა პრინციპი, რომ ის არ არის მარტო რუსთაველის პროსპექტის თეატრი და რომ აუცილებლად უნდა გაიტანოს თავის სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ჩვენ ამას ვასრულებთ უკვე აი მესამე წელიწადი ესე ინტენსიურად. ჩვენ პრაქტიკულად არ დაგვიტოვებია საქართველოს არც ერთი დიდი ქალაქი, სადაც ბათუმის გარდა ბათუმში არ გვიშვებენ. და აი გვინდა და გორში ჩამოსვლა, ძალიან გვინდოდა და ბატონ მიშა დაგვეხმარა და მე ძალიან მიხარია, რომ როგორც იქ ნავისრულა ჩვენი ესეთი სურვილი და ჩამოვედი გორში და ჩამოვედი საკმაოდ დიდი რეპერტუარით, ჩამოვიტანეთ 8 სპექტაკლი, რომელსაც ჩვენ ვჩვენებთ. და ნახოთ, მინდა გითხრათ, რომ საერთოდ პირველად ვღებულობ მონაწილეობას გორში გამართულ სპექტაკლებში არასოდეს არც რუსთაველის თეატრში ყოფნის დროს და არც შემდგომ თეატრალურ სარდაფში ყოფნის დროს მე არ ჩავმიტანია გორში სპექტაკლები და აი პირველი შემთხვევაა და ჩემი დებიუტია დღეს გორში. იმედია წარმატებული იქნება. მეც იმედი. ბატონო, სულ ცოტა ხნის წინ თქვენ ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში ბრძანდებოდით. ჩაიტანეთ სპექტაკლი კომედიანტები. თქვენი ემოცია სპექტაკლის შემდეგ როგორი იყო? მე უამრავი ცრემლიანი თვალები ვნახე. და შეიძლება ითქვა, თქვენ შეეხეთ იმ სიმებს, რომლებიც ასე ვთქვათ, აი იმ ხალხისთვის, ნაუბარი ხალხისთვის, ყველაზე სათუთია და ასე ვთქვათ, რაღაცნაირად გამოფხიზლებისა და ასე ვთქვათ, იმედის სიმები ასე ვთქვათ, ჩაუნერგეთ აი მათ. ესეთი იყო განწყობა მათ შორის. თქვენი ემოცია როგორი იყო ამ სპექტაკლის შემდეგ? ჩემი ემოცია დაწყებამდე და შემდეგაც იყო საკმაოდ აღელვებული გახდით, იცით, თუ გახსოვთ მე იქ თამარაშენში სპექტაკლის წინ გამოვედი და მაყურებელს ბოდიში მოუხადე ქართული თეატრის სახელით მოუხადე ბოდიში, რომ ახლის მანძილზე 12 წლის მანძილზე ჩვენ არც ერთი კოლექტივი არ ჩასულა და ამჩვენებია სპექტაკლი. მე ბოდიში მოუხადე იმის გამო, რომ ჩვენ ყველასთან ერთად
წინა ხელისუფლებასთან ერთად ჩვენც დამნაშავე ვიყავთ იმაში, რომ მიტოვებული ყავდა ეს ხალხი. ეს ასეა და მოდი ყველაფერს დავარქვათ თავის სახელით. ჩვენ არ გვია აქტიური, არ გამოგვიჩენია ინიციატივა. ჩვენ რაღაცნაირად შევეგუეთ იმას, რომ ისინი არიან ჩვენგან იზოლირებული და ამის უფლება ჩვენ არ აგვაქვს. თუ ჩვენ გვინდა ჩვენ შვილებს მერე ჩავხედოთ თამამად თვალებში, ჩვენ ამის უფლება არ აგვაქვს დღეს. ამიტომ მე ძალიან მინდოდა ამის გაკეთება, ამ აქციის ჩატარება. ეს არ იყო ჩემთვის უბრალო სპექტაკლის წაღება სადღაც და ჩვენება, ეს იყო ჩემთვის მოქალაქეობრივი აქტი, რომ ჩვენ ჩავსულიყავით თამარაშენში, შევხვედროდით ჩვენს ძმებს, დებს, მოფერებოდით, გვეთქვა ჩვენი სპექტაკლით ის, რომ ჩვენ საკმაოდ ცუდ დღეში ვიყავით და ვართ მათ გარეშე, რომ ეს ომი, რომელიც აქ იყო, ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია და ეს სამშობლო, ეს არის ჩვენი საერთო სამშობლო და ჩვენ არავის არ დაუთმობთ, არც ერთ გოჩს მიწას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თელ სამყაროს, თელ სოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენ ისევ ერთად ავართ, ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით და ყოველთვის ეს მიწა იქნება ჩვენი. გასაგებ. მოდით აი გადაცემის დაწყებამდე ჩვენ საუბრობდით, თქვენ აღნიშნეთ, რომ გრიბოედოვის რუსულ დასი შეიძლება თქვათ იგივე ცხინვალში და თქვათ აფხაზეთში შეიძლება რომ შევიდეს და თქვათ იქაურმა აუცილებლად ასე თქვათ აფხაზები და ოსები არ არიან თქვათ ჩვენი მტრები, ისინი არიან ჩვენი ნათესავებიც კი და ნუ შეიძლება მათ ნახონ ქართული კულტურა, ქართული თეატრი. რუსულენოვანი დასი თუნდაც. ჩვენ უნდა გადავდგეთ ეს ნაბიჯები ყველა სფეროში, ყველა პროფესიაში უნდა გავაკეთოთ რაღაც ესეთი ნაბიჯები. მე უბრალოდ ვისარგებლებ იმით, რომ მე ვარ როგორც თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მე ვთავაზობ ეგრეთ წოდებულ დე-ფაქტო ხელისუფლებას და როგორც აქეთ ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში, რომ ჩვენ ჯერ დავიწყებთ რუსული სპექტაკლების ჩვენებას. იმიტომ რომ გრიბოედოვის თეატრი ეს არ არის უბრალოდ რუსული თეატრი, ეს არის ქართული თეატრი, ოღონდ რუსულენოვანი თეატრი. ამიტომ ჩვენ ჯერ დავიწყებთ მათთვის გასაგებ ენაზე სპექტაკლების თამაშს. მერე არაფერს არ მალავთ, პირდაპირ ვიძახით, რომ ჩვენ ვითამაშებთ ჯერ რუსულ სპექტაკლებს და მერე ვითამაშებთ ქართულ სპექტაკლებს. იმიტომ რომ საერთოდ დამალობანაც არ უნდა იყოს, ჩვენ ძალიან უნდა გავხსნათ ახლა ყველანაირი კარტები და უნდა ერთმანეთს უთხრათ სიმართლე. და უნდა უთხრათ, რომ ჩვენ ისევ ერთად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა არ აქვს, იმიტომ რომ თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, ისინი არ არიან ჩვენი მტრები, ისინი არიან ჩვენი ნათესავები, რომლებსაც და ნათესავები, რომლებიც გადაეკიდნენ ერთმანეთს სამყარო სასიცოცხლოდ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ახლა ჩვენ უნდა გადავდგეთ რაღაცა პრაქტიკულად რეალური ნაბიჯები და შერიგებისაკენ, დამეგობრებისაკენ, ისევ ერთობლივი სიყვარულისაკენ. და ხელოვნებამ, კონკრეტულად თეატრმა, მე ვფიქრობ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს. თქვენ ახსენეთ თამარაშენის მაგალითი, მე გაწმუნებთ, რომ ანალოგიური იქნება აფხაზეთშიც და ანალოგიური იქნება თურქეთში. აუცილებლად გეგმავთ. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, როგორც ერთ მხარესთან, ისე მეორე მხარესთან. და გითხრათ, რომ უარყოფითი პასუხი არ არის. ესეც ამ ეტაპზე კარგია, იმიტომ ეს რეზულტატია ხო. იმიტომ რომ ალბათ ადრე ძნელი იქნებოდა ამას საერთოდ საუბარი არც მოგვისმენდნენ და ეხლა იძახიან რომ რატომაც არა მოდი განვიხილოთ რომ შევიმუშაოთ რაღაცა ერთობლივი ღონისძიებები უსაფრთხოებაზე. ეხლა აქ ლაპარაკია უსაფრთხოებაზე იმისა რომ ჩავიდნენ მსახიობები და უსაფრთხოდ ჩატარდეს ეს სპექტაკლი. მე ამას აუცილებლად გავაკეთებ. გალზეა თუ არც ლაპარაკი. კი, გალში ჩვენ ქართული სპექტაკლით შევავთ. გალში მინდა კომედიანტები შევიტანო, იმიტომ რომ კომედიანტები ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი სპექტაკლი. პირველ რიგში იმიტომ რომ ის საერთოდ ამ თემაზეა. შემდეგ იმიტომ რომ ამ სპექტაკლით გაიხსნა თავისუფალი თეატრი. მესამეც იმიტომ რომ ამ სპექტაკლმა მოგვიტანა პოპულარობა და ხალხის სიყვარული. მეოთხეც იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ყველაზე კარგი სპექტაკლი და ამიტომ როდესაც ჩვენ ჩავდივართ თამარაშენი იქნება თუ სხვა რომელიმე ქალაქი ჩვენ ვცდილობთ პირველ რიგში წავიღოთ ეს კომედიანტები, იმიტომ რომ ვანახოთ ხალხს რომ ჩვენ ჩამოგვაქვს თქვენთან საუკეთესო, ჩვენ არ ჩამოვდივართ რაღაც ხალტურაზე, როგორც იციან ხოლმე ბევრმა ჩემმა კოლეგამ.
ნუ ჩვენ ჩამოდიოთ საუკეთესო ნაწარმით თქვენთან, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩვენი მეგობრები და ძმები. ვიცით რომ გორში იქნება წარმოდგენილი? გორში იქნება კომედიანტები ხვალ წარმოდგენილი. და მე უკვე მითხრეს რომ ძალიან კარგი რეზულტატებია ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, ძალიან მახარებს, იმიტომ რომ კომედიანტების პოპულარობა გაცდა უკვე დიდი ხანია თბილისში. და კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელზეც ძალიან ისეთი ფართო რეზონანსია გორის მოსახლეობის, დღეს უამრავი ადამიანი ხვდებოდა და მეკითხებოდა, როდის იქნება ქვრივთან უგეშის მცემა. რადგან თქვენ ეს სპექტაკლი თბილისში ითამაშეთ თუ გორში იქნება პრემიერა? ჩვენ ვითამაშეთ, ეს არის ერთგვარი პრემიერა, უბრალოდ ვითამაშეთ ორჯერ. ეს თბილისის თაცკის პრემიერა, ალბათ თეატრში. არა, ხუთი წარმოდგენა ითვლება პრემიერად, საერთოდ სპექტაკლის აქ. ამიტომ ესეც პრემიერა, ეს არის კომედია. ძალიან სასაცილო, ეს არ არის ჩემს მიერ დადგმული, დადგა ბატონმა გუგი თოდაცემ, სადაც თამაშობს რამაზიასელიანი თავალოს. სხვათა შორის აქვე და საინტერესო რაღაცა ცნობილი ქართველი მსახიობი რუსკო ბოლქვაძე, არაჩვეულებრივი მსახიობი, მან ჯერ ვერ ითამაშა თბილისში და ის თამაშობდა, მაგრამ პრემიერის წინ უცებ მოხდა თბილისში, რომ მას წითელად დაემართა. და სასწრაფოდ თბილისში შევიყვანეთ სხვა მსახიობი. და ეხლა მისი პრემიერა შედგება გორში და გორში ითამაშებს ის ერთ-ერთ მთავარ როლს. ალბათ ანშლაგი იქნება დარწმუნებული აი ამ განცხადების შემდეგ. კი, იმიტომ რომ ეს საკმაოდ სასაცილო სპექტაკლია. ის სხვათა შორის ცოტათი ამოვარდნილიც კი არის თავისუფალი თეატრის რეპერტუარიდან ეს სპექტაკლი. იმიტომ რომ თავისუფალი თეატრი მაინც არის ესეთი სოციალურ-პოლიტიკური თეატრი. და ეს ამის შესახებ უნდა და მეკითხა ზუსტად თქვენ ბევრი ადამიანი თავისუფალ თეატრს უწოდებს რეალურ თეატრს, სიმართლის თეატრს. ხშირ შემთხვევაში მე ასეთ სინონიმებს და ეს დახასიათებას გავცნობიერებ სხვადასხვა ადამიანების მხრიდან. და პოლიტიკასთან კავშირსაც გარკვეულწილად. თვლით თუ არა რომ აი იგივე ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში ამ თეატრმა მისი წარმოდგენებით, რამდენიმე წარმოდგენით გარკვეული როლი ითამაშა ამ ვარდების რევოლუციის. კი, მე იცით რა ყოველგვარი ზედმეტი მოგზაურობის გარეშე ვიტყვი, რომ ეს ასეა ნამდვილად და მე მახარებს, რომ ეს არის არა მარტო ჩემი შეფასება, არამედ თუნდაც ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტის შეფასება, ზუსტად ასეთია. იცით თვითონ ის ფაქტი, რომ 20 მეტროში სახელმწიფოს კანცელარიიდან იყო თეატრი, რომელიც ეუბნებოდა სიმართლეს ამ ხელისუფლებას და იყო ესეთ ძაბ ოპოზიციაში. უკვე რაღაცნაირად განაპირობებდა იმას, რომ ეს თეატრი გავხტარებო კიდევაც პოლიტიკური და რაღაცის მებაერახდა. იმიტომ რომ მაგალითად ჩვენთან ახლა ჩვენ ჩამოვიდეთ პროვოკაცია 2, მანამდე გადიოდა პროვოკაცია 1. და იქ ჩვენ მაგალითად ქონდა ესეთი სცენა პროვოკაცია 1-ში. იცით, ვისაც თავისუფალი თეატრი უნახავს რეალურად, ის არის მართლა რაღაც 20 მეტროში კანცელარიიდან და როდესაც აღებ თეატრის კარებს, ძალიან კარგად მოჩანს კანცელარიის შენობა და ძალიან კარგად მოჩანს შევარდნაძის ფანჯარა. რაც ის ხშირად იყურებოდა, ხო, დიახ, მე-11 სართული და აი ამ სპექტაკლში იყო სცენა, როდესაც რამაზიოსელიანი აღებდა ესე კარებს და მთელი მაყურებელთა დარბაზი ხედავდა შევარდნაძის ფანჯარას და რამაზი პირდაპირ მიმართავდა, ნუ გეყოფა რა, გადადექი რა პირდაპირ და ეს იწევდა რა თქმა უნდა რაღაც ისეთ რეაქციას ხალხში და ის რომ მისია შეასრულა იმ ეტაპზე რა თქმა უნდა შეასრულა რაღაც გარკვეული მისია, აშკარად შეასრულა, თუნდაც ის რომ რაღაცა პერიოდში ეს თეატრი იქცა დისიდენტების თავყრილობად, იმიტომ რომ თუ იმ პერიოდში უშიშროებას რომ დომოვდა რომელიმე ოპოზიციონერის დაჭერა, ძალიან წყაროდ მოსულიყო თავისუფალ თეატრში და დაწყებული მიხეილ სააკაშვილი დამთავრებული, რაც ნებისმიერი ნაციონალური მოძრაობის წევრით ნახავდა იქ და დაიჭერდა, იმიტომ რომ სულ ჩვენთან იყვნენ, ჩვენ ვიყავით ერთად და სპექტაკლებიც პრაქტიკულად მოუწოდებდნენ. მე უკვე იქამდე მივედით, რომ აი ტელემისტერიაში და პროვოკაციაში პირდაპირ მოუწოდებით, სახელებით, გვარებით, ვიძახით, რომ უნდა დამთავრდეს ეს გვეყოფა, აღარ შეიძლება ეს. არ იყო ცენზურა განკვეულწილად. იცით, ეშინოდათ, უკვე ეშინოდათ. თეატრზე გალაშქრებს. კი, გალაშქრების, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ რუსთავი 2-ის ძალიან მწარე გამოცდილება. რა თქმა უნდა, მათ გულზე ავეხატებოდათ.
ორი აზრი არ არსებობს. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მოდიოდნენ ამ სპექტაკლში. იცით რა, თავიდან თავიდან ზუსტად თავიდან პირველმა დაიწყო. შევარდნაძე ეგრევე გააკეთა ესეთ რამე და მოვიდა ჩვენთან რა მოულოდნელად თავის დაცვასთან ერთად და პრაქტიკულად ჩვენ პატარა თეატრია და დაცვა და შევარდნაძე იყო თეატრში. მე უცებ მოხდა ისე რომ აი სრული იგნორირება დაიწყო, იმიტომ რომ მიხვდა, რა თქმა უნდა, მიხვდა, იმიტომ რომ მაგალითად კომედიანტები, რომელიც აი თქვენ ბრძანეთ, რომ თამარა შენში ცრემლები იყო და სადაც არ უნდა ჩავიდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ გორის მაყურებელს ექნება, ну, ასევე ძალიან დიდი, იმიტომ რომ გორმა ასევე ძალიან ახლოს განიცადა ხო ეს ყველაფერი გეოგრაფიულადაც თუნდაც. და აი შევარდნაძეს ჰქონდა ისეთი აი არაორდინალური რეაქცია, რომ დამთავრდა სპექტაკლი, ესე მიყურებდა დიდხანს და მივედი თავისთავად ხა პრეზიდენტი იყო და ესე მიყურებდა პაუზის შემდეგ მითხრა რომ იცი რამდენი ვიცინეო ვიცინეო ხო და მე ფერი დავკარგე ისე დავარტყა აკე დავარტყა გავჩერდი იმიტომ რომ ეს არ არის სასაცილო სპექტაკლი ხო და უცებ მითხრა რომ იცი რამდენი ვიცინეო რაღაცა აი ნიშნის მოგებით მითხრა რაღაცა ესეთ ბოხმიანად მითხრა და წავიდა მე თითქოს უკვე აღარ ვარსებობდით. ეს უკვე მე დაიწყო ეს პოლიტიკა არ არსებობის, მაგრამ ნუ რაში გამოიხატებოდა მათი შურისძიება? ნუ სინათლის გათიშვაში. მე რა შეიძლება? ჩვენს გადახდეთ ის თუნდაც. ალბათ, იმიტომ რომ ყველას ვინც აპირებდა რაღაცის თქმას, მათ ხოლმეს ეს ხერხები უკვე აღარ ჰქონდათ. მე თან მათ ჩვენი არ დიცოდნენ, რომ თავისუფალ თეატრისთვის. რა ჩვენ დავძლიათ ეს პროგრამა ძალიან მარტივად. ელექტროგენერატორი შევიწიეთ და ანძაზიც დავდგით და მე ვარწმუნებ რომ ჩვენთვის გაცილებით უფრო ადვილია ელექტროგენერატორის დადვა ვიდრე ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ დიდი გენერატორი გვჭირდება, ძალიან დიდი პროჟექტორი გვაქვს. ეხლა თქვენ აი 6 პროჟექტორი გინდათ თუ 5 და ჩვენ ნუ დაახლოებით 200-მდე ხო? გასაგებია, ბევრი ისე უკაცრავად. დიდი ხანია გველოდება მაყურებელი მოდიოს. საღამოშიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, გისმენთ. ბოდიშით რო გალოდირეთ დიდხანს. დიახ, გისმენთ. გამარჯობა. მოგესალმებით. გითხრით სურვილებით. ერთი ჩვეულებრივი კურველი. ოდნავ ხმალა ქალბატონთ შეიძლება. ბატონო ასკანია. დიახ. თავს სასიამოვნოა თქვენი ჩამოგზავნება ჩვენს ქალაქში. ამიტომ ეს თქვენი თეატრისა. ეს არის ალბათ კიდევ ერთი ზეიმი მენმანა შვიდეულის კვირეულში ჩვენი ქალაქისათვის. დიდი მადლობა. და ამიტომაც ძალიან დიდი მადლობა რომ იმედი არ გაგვიცრუეთ და მოგიზარდეთ. მადლობა ერთ თეატრში წასვლა სხვაზე. პირველად ასე თქვა პირველად ძველ სახელმწიფოში მე მგონი ასე გაგიცანეთ. ყველა მაყურებელმა, ქართულმა მაყურებელმა და შემდგომაც უკვე თქვენი სპექტაკლები ჩვენთვის ყოველთვის სწავლი იყო. მადლობელი ვარ. ყველა გორელის სახელით. მადლობა თქვენ ქალბატონ. ფიქრობ თუ არა მანდათ რომ თბილისის გარდა არსებობს რა თქმა უნდა სხვა საქართველოს და ამას თქვენც აღიარებთ და ყველა აღიარებთ. ხშირი უნდა იყოს თუ არა იგივე თეატრალური ასე ვთქვათ გას მე მახსოვს კომუნისტების დროს ვიცი რომ გორის თეატრში ჩადიოდა თელავის თეატრის ჩამოდიოდა გაცვლითი გასტროლი იყო ხოლმე ძალიან ხშირად. თვლით რომ ეს ტრადიცია უნდა აღდგეს და კოლექტივურად უნდა იაროს. აუცილებლად უნდა აღდგეს და მე ძალიან თამამად ვისაუბრებ ამაზე, იმიტომ რომ ასევე ზედმეტი მოგზაურობის გარეშე, ბევრი განაცხადი მაქვს მოგზაურობის გარეშე. ჩვენ თეატრი არის ალბათ ერთადერთი თეატრი დღეს საქართველოში, რომელიც ამდენს დადის. მე ამას ვიძახი სიამაყითაც, ჩამითვალეთ ტრაბახში თუ გინდა. მე ძალიან ბევრს დავდივარ. სხვა დასები რატო არ არის? იცით რა შეასაკმე? მარჯანიშვილი. მე გახსოვს კინომსახიობთა თეატრი იყო ჩამოსული, ახლა 3-4 წლის წინ იყო. რამდენიმე სპექტაკლი თითქმის წინ წარმოდგენილი გორში. მან არის ერთი ძალიან მარტივი პრობლემა. ეს თეატრები, რომელსაც თქვენ ასახელებთ, სადაც ჩემი მეგობრები არიან და ჩემი კოლეგები, ვერასოდეს ვერ მათქმევინებთ აუგს მათზე, მაგრამ ხდება რა, რომ ესენი არის სახელმწიფო თეატრები. და სახელმწიფო თეატრები მიეჩვენენ ინერციით იმას, რომ ყველაფერი უნდა დაუგეგმოს სახელმწიფო. გესმით? რომ აი ეს რაზეც თქვენ ბრძანებით ეს გაცვლითი, ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი, ეს კულტურის სამინისტრო, რაღაც რაიკომის მდივნები ერთმანეთში მოილაპარაკებდნენ. გარკვეული პროგრამა არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა არსებობდა, იმიტომ რომ სოციალიზმში ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ვაგინოთ, ვანდღოთ, მაგრამ სოციალიზმი
ჰქონდა არაჩვეულებრივი ხიბლი თეატრებისათვის, იმიტომ რომ კულტურას გეგმავდა სოციალიზმი. კომუნისტური წყობილება გეგმავს კულტურას, კაპიტალისტური არ გეგმავს. ამიტომ ჩემს სიტუაციაში აქ სხვანაირად ხდება. ეს არის ჩემი კერძო თეატრი, თავისუფალი თეატრი. ამიტომ მე არ ველოდები, რომ ვინმე დამიგეგმოს. თუ მარჯანიშვილის თეატრი უცდის, რომ მას კულტურის სამინისტრო დაუგეგმავს, ხო? მას კიდევ დიდხანს მოუწევს ლოდინი და მე ვიცი, რომ არავინ არ დამიგეგმავს, ამიტომ ლოდინი. მოკლედ ასე ვთქვათ, ხო ბატონო? თქვენ მიდიხართ მაყურებელთან და არ ელოდებით, როდის მოვა მაყურებელი თქვენ. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ ესე დავდივართ, ჩვენ ძალიან ხშირად ჩავდივართ აი პირდაპირ რამდენიმე დღით ადრე ვეკავ სიტყვაზე ჭიათურაში და ვეუბნები ჩემს კოლეგას იქ ჭიათურის თეატრის ხელმძღვანელს, რომ მე მინდა ჩამოვიდე ზეგ და უჩვენო სპექტაკლი. ნუ პირველი კითხვა არის, რომ ვაიმე ბილეთებს რა ვიყო რაღაცა. ნოიღებოდ მე ჩამოვალ, აი ეს 2 დღე მე ჩავატარებ სარეკლამო კომპანიას, მე ჩავდივარ ველაპარაკები ტელევიზიას. მე მინდა მადლობა უთხრა ყველა ტელევიზიას, თქვენი ტელევიზიის ჩათვლით. არც ერთ ტელევიზიას არ გამოურთმევია ჩემთვის ფული სარეკლამო ამ რგოლების გასაშუალებლად. ჩვენ თვით რომ ეს ხალხს სჭირდება და კი, და ამიტომაც არის დღეს თუ კი რამე ფასეულობას წარმოადგენს, რაც აი მაწვის მანზე გაკეთა, ეს არის ტელევიზიები საქართველოში, დამოუკიდებელი ტელევიზიები. ამიტომ ჩვენ ესე ჩავდივართ, ვიწყებთ ჩვენ თვითონ ამ სარეკლამო კომპანიას და პრაქტიკულად სულ საშტავი გვაქვს. და ამიტომ მე ძალიან მიხარია, რომ თავისუფალი თეატრი დღეს საკმაოდ პოპულარული თეატრია საქართველოში ამის გამო პირველ რიგში. რომ ჩვენ ძალიან ბევრს ჩავდივართ, იმიტომ რომ ჩვენ ჩავდივართ ისეთ ქალაქებში, სადაც უკვე თაობები გაიზარდნენ, ისე რომ არ უნახიათ თაობა წამოვიდა, უკვე სპექტაკლები არ უნახავთ. ამიტომ მათთვის თეატრი არის უკვე თავისუფალი თეატრი. კიდევ ერთი წარი ეთერში. სამშვიდობისა გისმენთ ეთერში ხართ. სამშვიდობს გისმენთ. მოგესალმებით. გისმენთ. გილოცავთ პირველ რიგში აღდგომის დღესასწაულზე. ასეთ შეკითხვა მაქვს. ყოფითი შეკითხვა არის, ასე ვთქვათ, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება თქვენ სპექტაკლებზე დასწრება გორელებისთვის? როგორ? რამდენად ხელმისაწვდომი იქნება? ანუ ბილეთის ფასი რა ეღირება საშუალოდ? კი ბატონო, გაგცეთ პასუხს, ისევ დაუბრუნდები წინა თემას და ვიტყვით, რომ ეს არის კერძო თეატრი და კერძო ეს არ ნიშნავს მდიდარს. სამწუხაროდ ეს არის დამოუკიდებელი თეატრი, რომელიც მხოლოდ ცხოვრობს თავის ბილეთების გაყიდვაზე. ამიტომ საერთოდ ჩვენ სპექტაკლებზე საკმაოდ ძვირია ბილეთები. თბილისში უნდა გითხრათ, რომ ჩვენ სპექტაკლებზე 15, 10, 7 ლარია. ბილეთის ფასი, გორში ჩვენ თამაშობთ 5 ლარად. მე მესმის, რომ 5 ლარით შეიძლება ეს არ იყოს ძალიან დიდი, ძალიან პატარა თანხა და იყოს საკმაოდ დიდი თანხა. მაგრამ ჩვენ ეს არის ის მინიმუმი, რომელზეც შეგვიძლია ჩამოსვლა. მე ისევ მეორებ, ხა ამას არანაირად არ ვიკადრებ, რომ არასწორი თქვა. ბევრმა ალბათ იცის, რომ თბილისში ჩვენ სპექტაკლებზე ხართ 15, 10, 7 ლარი. ჩვენ აქ გავაკეთეთ 5 ლარიანი ბილეთები. კი, რავაზი უსელიანი ყავდა ჩვენ ამ გადაცემის სტუმარი იყო და მაშინ ჩვენ საუბრობდით და სხვათა შორის მე გავიხსენებ თორსების სარდაფს აქვს ჯინსების თაობა. არა, ჩვენია. მაშინ გორში როდესაც იყო სპექტაკლი წარმოდგენილი, იყო 15 ლარი ბილეთი. ძალიან ასე ვთქვათ, მე გეტყვით რომ უამრავი ხალხი აღფრთებული იყო ამის გამო და აი ძალიან კარგი რომ ეს გაითვალისწინეთ. იცით რა ჯინსების თაობა გორში იყო ჩამოსული, კი მართალია გამახსენეთ ახლა თქვენ, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი ჩამოსვლა გორში. თქვენ არის ეს იყო, მაგრამ მარტო ჩემზე არ არის. გორის რომელიღაცა ორგანიზაციამ იყიდა ჩვენგან სპექტაკლი და ჩამოეტანა და აქ გაყიდა 15-ად. ამიტომ აქ იყო შუამავალი და მაშინ მე აგვგზავნე, იგივე გააკეთეს ახალციხეში და მაშინ აგვგზავნე ჩემს გარეშე საერთოდ სადმე გასვლა. თქვენი სპექტაკლი ვიღაცა ფული იშოვა. კი, ამ შემთხვევაში ვიღაცა ფული იშოვა და დააზარალა თეატრიც და დააზარალა ამ შემთხვევაში გორელებიც, იმიტომ რომ გარკვეული აგრესია მაშინ იყო. მე მახსოვს ეს, ამიტომ ბევრი ვერ შევიდა. ბევრი მართლაც, ვისაც მართლა უყვარს თეატრი და ვის დადის თეატრში ხო სისტემატურად ის ადამიანი ამ სიამოვნებას მაშინ მოკლებულებ. მე ვფიქრობ ახლა არ არის ისეთი ასე ვთქვათ. ხო, ესეთ რა 5 ლარი ეს არის, რა ქვია, მაინც ისე ვიმეორებ, შეიძლება არ არის ცოტა, მაგრამ ეს მაინც ის თანხა, რომელიც შეიძლება დღეს
გამონახო იმისათვის, რომ წახვიდე და ნახო. ბატონმა რა ვაზმა თქვა, რომ ჩვენ მოგებაზე არ ვფიქრობთ. არა, ამ შემთხვევაში არ ვფიქრობ. ტრანსპორტირების ხარჯები და ჩვენ ახლა დავფარავთ მხოლოდ და მხოლოდ ესე იგი ტრანსპორტის ხარჯებს. რამოდენიმე ადამიანი ჩერდება სასტუმროში, იმიტომ რომ უწევთ ყოველდღე თამაში. უწევთ ყოველდღე თამაში და თან ტექნიკურ პერსონალი, პლუს ამას ემატება თვითონ ამ დეკორაციების გადატანა, გადმოტანა და მინიმალური, აბსოლუტურად მინიმალური ანაზღაურება რამოდენიმე მსახიობს, ისიც ყველას არა. აი ამ ხარჯებს ფარავს ხუთლარიანი ბილეთი. გასაგები. ბანოთ, წერობთ თქვენ მაჩუქეთ წიგნი და ეგ საინტერესო ფრაზა გაქვთ. თეატრი ჩემი ოჯახია, ტელევიზია საყვარელი. დე. მე არ შემიძლია არ ეხლა საუბრობდით და თქვენ დიდი სიმპათიები გამოხატეთ თავისუფალი მედიის მიმართ. დე. აი თქვენი მონაწილეობა სატელევიზიო პროექტებში, აი თუ არის დაგეგმილი, მე ვიცი რომ ამრავი რეჟისორი დღეს სერიალებს იღებს ასე და რაღაცა. ნუ მე არ ვიცი ახლა სიამაყე თუ სიცხვილით განაცხადა რომ ხო რომ აი დღეს დავიკითხე ზუსტად ჟურნალ აი ხო სანამ თქვენთან წამოვიდოდი პირველ სტერეოში რაღაცა წერილი სად მე უკვე მე რამდენად უკვე მომიხსენიებენ როგორც ქართული ტელესერიალის მამად და ეს ტერმინი რაღაც ისე შეხვდა სახლძველობაში ამ ფილმმა მე რა თქმა უნდა ბევრი სიხარულის მომიტანა და ბევრი ტკივილი და ტკენაც ამის შემდეგ ძალიან დიდხანს არ მინდოდა ტელევიზიაში მუშაობა და მხოლოდ ერთხელ დავთანხმდი რუსთავი 2-ს გამეკეთებინა მე რომ სველია სამანი 31 დეკემბრის პროექტი იყო და საახალწლო ესეთი პროექტი თვითონ ტელევიზიაში ხა მე საკმაოდ ბევრი მაქვს ნამუშევარი მე მუშაობდი იტალიის ტელევიზიაში წელიწადი და 6 თვე გაკეთებული მაქვს 40 სატელევიზიო გადაცემა იტალიის ტელევიზიით პლუს თბილისში პირველ არხზე მრავალი გადაცემა შეიძლება ნუ თქვენ ცოტა უფრო თაობას ახსოვდეს საინტერესო შეხვედრების კლუბი იყო ესეთი ხდებოდით რაღაც გამოჩენილ ადამიანებს და ვისაუბრებოდით ეს 80-იანი წლების დასაწყისი შემდეგ რუსთავი 2-ზე ციკლი გადაცემებისა სასამართლო დარბაზებიდან ესე ჩემი პროექტი იყო და ეხლა უბრალოდ მას მე რაც უკვე გავიდა 10 წელიწადი ფილმიდან სახლძველობაში ბევრჯერ მქონდა შემოთავაზება გადამეღო ტელესერიალი და დიდხანს არ მინდოდა მაგრამ მე პირდაპირ შემიძლია ხმამაღლა ვთქვა რომ აი ამ გაუთავებელმა ძალადობამ ეროტიკამ და დაბალმა ხარისხმა გამოიწვია ჩემში რაღაც ერთი პროტესტის გრძნობა და მინდა გადავიღო ძალიან თბილი, კეთილი ყურებადი ქართული სატელევიზიო ფილმი და უნდა გითხრათ რომ დაახლოებით 2 კვირაში ვიწყებ უკვე მოსამზადებელ პერიოდს და ერთ თვეში დავიწყებ გადაღებას ფილმს სახელწოდებით ღამის პეპლები რომელიც ჩვენს ტელეეკრანებზე გამოვა ალბათ ოქტომბრის ბოლოს საკმაოდ ცოტა ისეთია ღამის პეპლები კი დამაინტრიგებელია მე ზუსტად აი ესე მინდა ეს იქნება სოციალური ფილმი ეს იქნება რა თქმა უნდა კლასიკური მელოდრამა იმიტომ რომ მაინც ტელესერიალი ეს უნდა იყოს მელოდრამა და უნდა ყველაფერი კეთილად თავდებოდეს და უნდა რაღაცა დიდი სითბო იყოს ეს იქნება მეძავეებზე ოღონდ ეს იქნება ფილმი სადაც არ იქნება არანაირი ეროტიკა არ იქნება არანაირი სექსუალური სცენების ჩვენება მე მეც გეტყვით მე მინდა გადავიღო ფილმი ისე მეძავეებზე რომ ერთი კოცნაც არ იყოს ამ ფილმში და გავაკეთებ ესეთ ფილმს ეს იქნება ძალიან თბილი ფილმი ოღონდ ესეთი სოციალური თემატიკით ცნობილია რომ ფილმის გადაღებას გარკვეული ფინანსები ჭირდება და ბევრი რეჟისორი თქვა ეს მშოვარი იმის გამო სპორტს და ვერ იობს ფილმს ხო არის საშუალება თქვა არის სპონსორები ის დააფინანსებენ თქვენს იცით რა ამ შემთხვევაში არა მაქვს ეგ პრობლემა იმიტომ რომ მე ვიღებ ტელეკომპანია იმედის ბაზაზე ეს არის მათი შეკვეთა მათი სურვილი და ისინი აფინანსებენ მთლიანად ამ ფილმს პრობლემა არ არის ამ ხრივ ასე ბატონო თქვენ ახსენეთ ასე თქვა თქვენი თეატრის დამოკიდებულება ყოფილი პოლიტიკური ასე თქვა პროცესების მიმართ რომელსაც ადგილი ქონდა ჩვენს ქვეყანაში იქნება თქვენი თეატრი ისეთი ხმამაღალი თუ რა თქმა უნდა თქვენ არ მოგეწონათ ამ ხელისუფლების ასე თქვა პოლიტიკური კურსი მომავალში აუცილებლად იქნება და მე მიუხედავად თქვენი და მიხეილ სააკაშვილის მეგობრობისა მიუხედავად ჩემი და მიხეილ სააკაშვილის მეგობრობისა მიუხედავად იმისა რომ მე ვიყავი ბატონ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის სამხატვრო ხელმძღვანელი
მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჟვანიას მეგობარი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დღევანდელი პოლიტიკოსი მეგობრად თვლითავს, მიუხედავად ამისა, ჩვენი თეატრი ყოველთვის იქნება ოპოზიციაში იმ საკითხებთან მიმართებაში, თუ მოხდა რაღაცების დარღვევა, თუ მოხდა ისევ პიროვნების დათრგუნვა, თუ ისევ არაფერი არ გაკეთდა, თუ ეკონომიკაში არ წავიწიეთ, თუ რაღაცა სოციალური გამოჯანსაღება არ დაიწყო და მე მინდა გითხრათ აქვე და მე მინდა აქვე შევეცვალ და რეკლამა გავუკეთო ჩემს ერთ-ერთ სპექტაკლს პროვოკაცია 2-ს, რომელიც იქნება პარასკევს გორში. მე მინდა გითხრათ, რომ ამ სპექტაკლის პრემიერა იყო 7 იანვარს, თუ გახსოვთ 4 იანვარს იყო პრეზიდენტის არჩევნები. მე ეგრევე 3 დღის შემდეგ გამოვუჩვენე სპექტაკლი პროვოკაცია 2, სადაც ჩვენ ვაფრთხილებთ პრეზიდენტსაც და ხელისუფლებასაც, რომ თავისუფალი თეატრი ისევ იქნება ოპოზიციაში და ვაფრთხილებთ, თუ ისინი გადაუხვევენ იმ კურსიდან, რა კურსაც ისინი დახვდნენ, თავისუფალი თეატრი ისევე შეებრძოლება მას, როგორც ებრძოდა წინა ხელისუფლებას. ისევ იქნება პოლიტიკური თეატრი და ისევ ჩვენ ვიქნებით ოპოზიციაში. საერთოდ თვლით და მართებულად მიგაჩნიათ, რომ თეატრალური სცენა არის ის ადგილი, საიდანაც თქვათ სიმართლე უნდა უთხრა ადამიანს და უბრალოდ ელემენტარულად გამოაფხიზლო რა. საზოგადოება. რა თქმა უნდა, თეატრი გამოაფხიზლო ხელისუფლება. თეატრი მაინც ეს არის ტრიბუნაა მაინც, იცით? ეს არის ტრიბუნა და მე მინდა გითხრათ, რომ ეს უფრო ესეთი მწვავე ტრიბუნაა, ვიდრე თუნდაც ტელევიზია. აი ხო ტელევიზია, სადაც აი პირდაპირ ოჯახში შევდივართ და ჩვენ ველალაპარაკობთ, პირდაპირ ველაპარაკებით მაყურებელს, ხო ადამიანებს. თეატრში, როდესაც გესმის რაღაცა სიმართლე, ის ღებულობს პლუს კიდე განზოგადოებას. ამიტომ თეატრში მოსმენელი სიმართლე მეტი ემოციით არის ალბათ დატვირთული. რა თქმა უნდა, მოსმენელი სიმართლე უფრო ატანს ტანში, სხეულში, სულში და უფრო მეტად აღიზიანებს. იმიტომ რომ ის პოლიტიკოსი რო ზის, სახში როცა ზის პოლიტიკოსი და მას ტელევიზიიდან თქვენ ლანძღავთ, ის სახში ზის თავის ოჯახის წევრებთან ერთად, ან კაბინეტშია ჩაკეტილი თავის ამსონებთან ერთად. თეატრში როცა იზის 200 ადამიანთან ერთად და გრძნობს აი 200 ადამიანის საერთო განწყობას და ხვდება რომ იქიდან რასაც ეუბნებიან სიმართლეა, ის ამას გაცილებით წავეთ აღიქვავს. ამიტომ ყოველთვის ელოდნენ ეშინოდათ ხელისუფლებას თეატრში წარმოქმნილი სიტყვის. ამიტომ არის მაგალითად აჭარაში თეატრი არ არსებობს, დრამატული თეატრი. ასლანაბაშიძეს არ ჭირდება თეატრი. ხა მე ბავშვთა თეატრი არსებობს. ხო, ბავშვთა თეატრი ჭირდება, ოპერის თეატრი, იმიტომ რომ ეს არ არის საშიში, გესმით? იმიტომ რომ ისინი მღერიან და მორჩა, ნუ ეს რაღაც არის მღერის და ეგ სიტყვას ვერ იტყვი. მაგრამ დრამატული თეატრი არ ჭირდება მას. აი ხო სულ იძახის რომ არის მეცენატი და ხელოვნებაზე და ბათუმის დრამატული თეატრი არ არსებობს. წევა ახსენეთ რომ არ მიშულა ჩვენ აჭარაში. კი, ამე გამოგდებულება. პოლიტიკური საზრების. კი, იმიტომ რომ მე გავთაბაშიძეს რა რეპერტუარში. ეხლა პროვოკაცია 2-ში, აი გეპატიჟებით პარასკევს მოდით იქ საკმაოდ სერიოზულად ვიგდებთ მასვად. ასლან აბაშიძეს და მე არ მალავ ამას ხმამაღლა ვეძახი რომ მასხრად ვიგდებთ, იმიტომ რომ ის მასხრად ასაგდები ადამიანია. საკმაოდ დავცინით და ნუ ჩვენ არ ვიშვებს და ჩვენ გვინდოდა ჩასვლა, სადაც ბათუმშიც გვინდოდა ისე როგორც სხვა ქალაქებში და ჩვენ შეუთვალეთ და ვითხრა რომ არათა შემთხვევაში ანდა შემოგვითვალა რომ სპექტაკლში ჯინსების თაობა აუცილებლად თქვითო რომ ეს რა ქვია ბერძენიშვილები იყვნენო, ძმები ბერძენიშვილები იყვნენო, აი ეს ვინც ჩაუშვესო ესე. საერთოდ კავშირში არ იყვნენ ისინი, მაგრამ ნუ უცებ რაღაც შეკვეთა და თან შემოგვითვალა რომ საკმაოდ დიდ ახალს გადაიხდეთ ამაში. ჩვენ არ წავედით ამაზე. და მე თვითონ პირადად თუ არ გამოშვებული ბათუმიდან, როდესაც მინდოდა ბათუმის თეატრში დამედგა კვაჭი-კვაჭან თეატრი. აი მაშინ მე როგორც ხდება ხოლმე დეტექტიურ ფილმებში, პრაქტიკულად გამომაძევეს ბათუმიდან. გასაგებია, ინაუგურაციის თემას ვიყავ და გეუბნები თქო მე დაიწერა, მაგრამ მაინც საინტერესოა ხოლმე დეტალები, რაც თქვა არ გამოჩენილა და რაც კულისებს მიღმადარჩა ასე თქვა. თქვენ დგავდით ინაუგურაციას ფაქტიურად გმირის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ხო. აი რა დეტალები იყო ისეთი, რა შეგიძლიათ? ნუ პირველი რა ყველაზე მთავარი ჩემთვის პირადად და მე ვფიქრობ თვითონ საერთოდ ინაუგურაციისთვის
ეს იყო გელათის ვარიანტი. მე ძალიან მიხარია და ვარ ბედნიერი, რომ ეს არის ჩემი იდეა. რომ გელათში ჩატარებულიყო ინაუგურაციის პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი უკვე თბილისში. და მთავრობის ხდომაზე სადაც მე ვიყავი მიწვეული, რაც ეს დამისვეს კითხვა. ნუ აი რა უნდა ვაკეთოთ ახლა, როგორ უნდა გავაკეთოთ? მე ვთქვი, რომ მე ახლა ვერ მოგიყვებით, იმიტომ რომ მე მაქვს ერთი იდეა და მე ჯერ მინდა შევათანხმო პრეზიდენტთან და მე თქვენთან. და ამ დროს ყველანი შეხედა ჯერ კიდე ნინო ბუჯანაძე, რომელიც არის კი, ჯერ კიდე პრეზიდენტია. ზურა ჟვანია და ყველა მინისტრი. ისინი გაჩვენდნენ, იმიტომ რომ იმისთვის შეიკრებდნენ, რომ მე ეს ყველაფერი მომეყოლა და მე არ ყვები, იმიტომ რომ რაღაც საიდუმლო მაქვს და ბატონო მიშამ თქვა, რომ ესეთა მაშინ დროებით გადავდოთ და ეხა გავოთ მე დავთო ისაუბროთ და მე მაშინ უთხარი აი გელათის ვარიანტი, რომ გელათში ჩატარდეს და დაუნტკიცე, რომ ეს უნდა მოხდეს გელათში და არასოდეს ცხოველში და არა სხვაგან. მან მისმინა მე თქვა წამოუთხრათ ახლა ამათ. და შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ახლა რეპეტიციები გმირის გარეშე ძნელი იყო, მაგრამ აქ იყო ესე ტექნიკური ხერხი გამოყენებული. მე მსახიობი გავატარე, ან კიბეებზე ვატარებდი. გადავიღე ვიდეოთი, მე წავუღე ბატონ მიშას ჩვენ დატემში უნდა ევლო, ხო? დატემში უნდა ევლო, მე დავუტო ეს ფონოგრამა, რომ მას ესმინა. გვიან იყო მახსოვს ამის 2 საათი იყო 3 საათი მე გვემეძინებოდა საშინად თან გელათის ის დამთავრებული ქონდა უკვე იმ დღეს და იმ ქუთაისიდან ჩამოვედით იმას რა უჭირდა ის ვერცაინი გამოფრინდა და მე მანქანით წამოვედი და ღამე ვიჯექით და მოუყევი უთხარი რა სად როგორ უნდა გაევლო მე კარგად გაიარა კარგად გაიარა თორსტები რაღაცა 2 წამით ადრე მივიდა არა, ზუსტად მივიდა, უბრალოდ გაჩნდა ეგ სტაბეშტილება, რომ რაღაცა მომენტში აგვიანებდა და პირიქით მე ამაზე ბევრ შაყიროდნენ და მე დაუყვირე, მე რა თქმა უნდა არ ჩანდი კადრში, მე დაუყვირე იქიდან რომ დროზე და იგან აუჩქარა, რა ვიცი, პირდაპირ მოვიდა. ვიცით და ჩემთვის ეს არაჩვეულებრივი დღეები იყო საერთოდ, არა იმიტომ რომ უბრალოდ ინაუგურაციას ვაკეთებდი პრეზიდენტის არამედ იმიტომ რომ მე ხდებოდი ერთ რაღაცას რომ ეხლა ჩვენ ვაკეთებთ ისეთ რაღაცას მე და ჩემი გუნდი რომელიც ქართველ ადამიანს შთაუნერგავს სიამაყის მომენტს და მე ვიყავ ბედნიერი როდესაც მე ესეთი შეფასებები იყო რომ დიდი მადლობა რომ გააკეთე იმიტომ ესე რომ გააკეთე რომ ჩვენ აი რაღაცა უცებ სიამაყით ვიყავით გაშვალეთ ინაუგურაციის შემდეგ მე გეტყვით რომ მე ეგრევე ერთი კვირის შემდეგ წავედი ვაშინგტონში იქ უკვე ვამზადებდით ბატონ მიშას ჩამოსვლას ვაშინგტონში და წავედი და იქ უნდა სახელმწიფო დეპარტამენტში ძირითადად საქმე მე ჩემი ხაზით ვიყავი როგორც რეჟისორი წასული კულტურის ბიუროში სახელმწიფო დეპარტამენტის და აი იქაც კი მეუბნეოდნენ რომ აი ვიღაც ამერიკელები უცნობები ჩემთვის რომლებიც გებულობდნენ და რომელსაც ნანახი ქონდათ იმდროს მათი მოვალეობა ანუ ნახო სახელმწიფო დეპარტამენტია ამერიკის და ისინი უყურებენ ყველა ეგეთ მოვლენას ხო ისინი მოდევნდნენ მეუბნეოდნენ იცით რა ძალიან კარგი იყო და კარგი იყო იცით რატო იმიტომ რომ ჩვენ ქონდა სრული შეგრძნება რომ ეს არის რომელიღაც კარგი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაცია ეს ძალიან კარგია შეიძლება რომ ვთქვათ სლენგზე დონე იყო ასე ხო არ მინდა და ამ სლენგის ხმარება აი და ეს იყო ჩემთვის და ისევე მეორე შეიძლება ეს ბევრისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ გელათში ჩავატარებ და მე დიდი მადლობელი ვარ ბატონ მიშაშიც რომ დაუჭირა ჩემი იდეას ხარი და უწმედესის და უნეტარესის ის ხარდაჭერის გარეშე არ გამოვიდა. ანუ გავიდა რამდენი 4 თვე დაახლოებით რაც მიხეილ სააკაშვილი უკვე პრეზიდენტია ქვეყნის. ისინი თქვათ რაც თქვენ გქონდათ 25 იანვარს ინაუგურაციის დღეს რომ თქვათ ქვეყანა ძალიან კარგი ტემპებით წავაწი. ხვალ გაგნილებით. არა, ჯერ არა.
ჯერ არა, მე ისევ მაქვს ეს იმედი და ისევ მინდა რომ ეს ყველაფერი მოხდეს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა რაღაცები ახლა მეც არ მომწონს კადრების საკადრო პოლიტიკა არ მომწონს აშკარად, იმიტომ რომ მე როცა ხედავ ვიღაცებს და თან ვიცი ისინი ვინ არიან, ახლა მე თავისუფალი ადამიანი ვარ, გესმის, მე შემიძლია თავისუფლად ვილაპარაკო, ვიღაც პოლიტიკოსმა შეიძლება არ თქვას და მე უფლებაც არ მაქვს. ახლა როცა ვხედავ რომ ვიღაცა ინიშნება, ნუ აშკარად ვიღაცა ასაკზე არ მაქვს ლაპარაკი, შეიძლება იყოს ძალიან პატარა და იყოს გენეროსი, მაგრამ როცა ვხედავ რომ არც ასაკი უწყობს ხელს, არც გამოცდილება და არც მაინც და მაინც ტვინი და თან ვიცნობ პირადად გისმის და ვიცი რომ ეს საქმის გამკეთებელი არ არის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ მომწონს. თქვენ ხართ ის პიროვნება, ვის მიხედავს აღარ ფაქტიურად ტელეფონზე ყოველთვის ესაუბრე. აი ამ თემაზე ესაუბრე. კი, ვესაუბრები. რას მოსვა? ნუ ეს ცოტა სახეთო საიდუმლოებაა, მაგრამ დაახლოებით ესე შემიძლია გითხრათ. შესაძლოა გაიზიაროს უახლოეს ხანებში, თქვათ ეს თქვენი პოზიცია. მე არ ვფიქრობ მარტო თქვენ პოზიციას. მე ვიცი რომ თქვენ საზოგადოებრივი პოზიციიდან გამომდინარე საუბრობთ ამას. რა თქმა უნდა. გესმით ხალხისგან. რა თქმა უნდა. ნუ ის იძახის რომ დავუშვათ ამ ეტაპზე რაღაც კონკრეტულ თემაზე ასეა საჭირო, ამ ეტაპზე. მესმის რომ შეიძლება რაღაცით პატარა საიდუმლოება გავამჟღავნე, მაგრამ ნუ ეს ესე იძახის და მე თვითონ იმედი მაქვს მისი რატო, იმიტომ რომ მის ნაბიჯებში ვერ ხედავ ჯერ შეცდომას. ის აი ძალიან მიმართულია და ის აი ხა მაგალითად იგივე დაჭერებს, ხო? ირაკლი ოქროშვილი გორელია. გადასარევი. აი ხა ვინც დაიჭირა, ვინმეზე შეგიძლია თქვა რომ რატო დაიჭირა. ეს სხვა საკითხია, რომ არ მოგწონს დაჭერის ფორმა. მე მაგალითად არ მომწონს ეს დაჭერის ფორმა, როცა თქვენი კოლეგები მივარდებიან, იღებენ ამას ეს ნიღბოსნები მივარდებიან, ვიღაც მოხუთ დაიჭერენ, ვიღაც ხა ვიცნობ რა თითქმის ყველას ვის დაიჭერეს, ხო ხა მე ვიცი რომ რამოდენიმესთვის უბრალოდ რომ დაერეკათ და ეთქვა, იცი რა გეტყვი ხა ჩემოდენით გამოცხადე პირდაპირ ციხეში მოვიდოდა. ეხლა იმისთვის ამ შოუს მოწყობა მე მართლა არ მესმის რა საჭიროა რომ ამის მივარ. მაგრამ თავისთავად არც ერთი მისადმი არ მაქვს ეს რომ რატო დაიჭირეს ეს. არც იმიტომ რომ მეც ისევ რომ თქვენ ვიცით რომ ისი აბა წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ კითხვას გისმენთ. აი ძალიან მომწონს რომ აი გამოუშვეს იმიტომ რომ შეუგროვეს ისა 1.5 მილიონი. გოგა, მე და თქვენ რომ დაგვიჭირონ ახლა და გვითხრან რომ ისა რა თქვენ აი რაც კი გორში მეგობრები ყავთ, ნაცნობები ყავთ, მე თბილისში რომ შევაგროვოთ ყველანი. ნუ არ ამგონია რა $20,000 მეტი მოვაგროვოთ. ახლა 1.5 მილიონს რომ მოიტან, ესე იგი გააქვს მოპარული რა და თუ გააქვს მოპარული, მაშინ თუ აქვს იმას მოპარული, მას ჩვენ რატო არ მოგწონს ეს. ესე იგი სწორად დაუჭერეთ, ხო? და ის თვითონ ის ალბათ ისიც რომ ჟურნალისტები მიდიან იქ და ამას აფიქსირებენ, შესაძლოა ეს ერთგვარად მაგალითის ძალაც კი იყოს სხვისთვის. ალბათ. მე კი არ ვიძახი რომ ეს ცუდია. მე კი არ ვიძახი რომ ეს ცუდია. მე არ მომწონს იცი რაღაცა ისეთ ფსიქოლოგიური განწყობისათვის საზოგადოების. იმიტომ რომ ჩემთვის და თქვენთვის, მე და თქვენ რა შუაში ის ვიღაცა ნაძირავა და რო კანკალებს იმისთვის გადასარევია, გესმის? ეს ფორმა. მაგრამ ჩვენ რა და ჩვენო მშობლებმა, ჩვენმა შვილებმა უყურებთ ამ რაღაც აშინელებმა შემოარდა რაღაც ახიეს ავტომატებით გადმოხდნენ რაღაც ხელი გადაუგრეხეს. მაინც საუბრობთ პოლიტიკას, მინდა და სუციაზზე გვესაუბრო, მაგრამ ვერ გავიქცევთ. კიდევ ერთი ზარგობს. პოლიტიკური რეჟისორი. სახოში და ვისა გისმენთ ეთერში. ჯობათ. გავაჭიროთ. ბანალთანდი გორი გიორგიევიჩის სამშობლოა და ამიტომ გორის მაყურებელს დახვეწილი თეატრალური გემოვნების გარდა აქვს კიდე დიდი თეატრალური კულტურა. ხო, გორის თეატრის სცენაზე ბევრმა დიდმა რეჟისორმა აიდგა ფეხი. სამწუხაროდ მე თქვენი სპექტაკლი არ მინახავს და არ ვიცი რამდენად აშუქებთ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას კომედიანტებში, მაგრამ დამეთანხმეთ რომ ცუდი დრო მოუწია ჩვენ თაობას. იცით? აი, ჯერ სახელმწიფო იდეოლოგია, როგორც ამოვარდნილია ხმარებიდან, თქვა პატრიოტიზმი. ფაქტობრივად ცხოვრობთ იდეოლოგიის გარეშე, ხომ მეთანხმებით? აი, მე მაინტერესებს ასეთი რაღაცა. თქვენ გითხრით თუ კიდე რამეს დააშავეთ თავრობა, ჩაუდგებით ოპოზიციაშიო. თუ დააშავეთ, რომ რასაც აშავეთ და ხედავთ, რა აზრის ახართ იმაზე? ბოლო ფრაზა ვერ გავიგე. რა?
თუ დააშო ბოლო ფრაზა ვერ გავიგეთ. ეხლა რასაც აშავებს ეხლა თქვა. ხო, რასაც რაღაცა ნიუანსებში თქვა. მარტი თქვა, მარტი რაღაცა იქნება აპრილში გადაიტანა აპრილში მერე მოკლედ რაღაცებს დღეს ასე ამბობს, ხვალისი ამბობს. აი ამას თუ აშუქებთ თქვენი თეატრის მართლა ტრიბუნაა. წერალი და თეატრის დაზო ყოველთვის ამ იმეჯბარს. აი თუ აშუქებთ ამას სცენარია. კი, რა თქმა უნდა. თუმცა ამავე დროს მე მინდა გითხრათ, რომ თეატრი არ შეიძლება იყოს ესე სულთად პოლიტიკური და ეს შეიძლება რაღაც იყოს ერთი სპექტაკლი, რომელშიც ეს ყველაფერი აისახება. არ შეიძლება ყველა სპექტაკლი იყოს ეს ყოველდღიურ აი ამ რაღაც სოციალურ პრობლემებზე, პოლიტიკურ პრობლემებზე. სოციალურზე კიდე შეიძლება იყოს, პოლიტიკურზე არ შეიძლება. ჩვენ ამისთვის გვაქვს ერთი სპექტაკლი. თქვენ თუ მეაქციეთ აფიშებს ყურადღება, იქ წერია, რომ ესეთ ყველაზე ხულიგნური, სკანდალური, პროვოკაციული სპექტაკლი პროვოკაცია. პარასკევს თუ თქვენ გნებავთ, გული მოიოხოთ, წინა ხელისუფლებაზე, ეხლანდელ ხელისუფლებაზე, ხვალინდელ ხელისუფლებაზე თუ მოგძალით ნახეთ პროვოკაცია 2. მე წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ ეს არის საკმაოდ თამამი ფორმა. შესაძლოა თქვენ გსმენიათ, მაყურებლის პირველი 3 რიგი უყურებს ცელოფანებში ჩამჯდრები, იმიტომ რომ ჩვენ სცენიდან ვასხავთ წყალს, ვისვრით ვაშლებს, კომბოსტოებს, ეს არის ესეთი ავანგარდული, ხულიგნური სპექტაკლი, ეს არის პოლიტიკური კიჩი, სპექტაკლიც არ არის, არის რაღაცა შოუ, პოლიტიკური შოუ, სადაც ჩვენ ამასხარებთ პრაქტიკულად ყველას, ვინც აი იმ დღეებში რაღაცას აშავებს. მე მეც გეტყვით, მე არც კი ვიცი პარასკევს როგორი სპექტაკლი იქნება. ეს იმაზეა დამოკიდებული დღეს ხვალზე, რა მოხდება ქალაქში. ჩვენ ვიღებთ გაზეთს, ვიღებთ მის პირველ სათაურებს გაზეთში და ის გამოგვაქვს სცენაზე. ასეთი სპექტაკლია. მუდამ ცოცხალია ასე ვთქვათ. კი, ეს სპექტაკლი მუდამ ცოცხალია. ამიტომ ჩვენ ამით რაღაც ხარჯს ვიხდით აი ქალბატონის მოთხოვნებისადმი და ჩვენ გვაქვს ესეთი სპექტაკლი, სადაც ყოველდღიურად ვდებთ მიწაში პოლიტიკოსებს. და ამავე დროს გვაქვს კომედიანტები, რომელიც არის ჩვენი სახე, ჩემთვის ძალიან ძვირფასი სპექტაკლი. გვაქვს ტელემისტერია, მე აი შაბათს გეპატიჟებით ტელემისერიაზე. ეს არის სპექტაკლი, სადაც არის საზოგადოების და ტელევიზიის დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. ხო, მე აი თქვენ პირადად გეპატიჟებით, იმიტომ რომ თქვენთვის ეს საინტერესო იქნება. ბატონო, დასასრულისკენ მიდის ვიგაცებს. 10-20 წუთი შეგვეძლებს. ერთი ძალიან საინტერესო ისეთი კითხვა მომაწოდეს დღეს თეატრის სეზონში ვიყავი და სხვა ასე ვთქვათ, თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები. გარკვეული შეშფოთება არის იმასთან დაკავშირებით. თქვენ ჩამოსვლა გორში, თავისუფალი თეატრის ჩამოსვლა გორში. მათ გავუშვათ ესეთი კითხვა. იყო აზრივო ესეთი გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ შესაძლოა თბილისის გარშემო 100 კილომეტრის რადიუსში შესაძლოა მოხდეს თეატრალური დასების გაუქმება, რადგან თბილისის თეატრალური დასები ასე ვთქვათ ჩავლენ რეგიონებში და იქ აღარ იქნება ადგილზე საჭირო რაღაც ადგილობრივი თეატრალური დასი. ხო არა რაღაც ამის საფრთხე, რომ გორის თეატრალური დასი გაუქმება, ეს აზრი ხო აღარ მოსივს. იყო ერთი პერიოდი. იცით რა, ის ვინც ამ აზრს საერთოდ წარმოთქვავს, ის არის კულტურის ქვეყნის, ქალაქის მტერი. ახლა როცა გორზეა ლაპარაკი, გორზე, რომელიც არის უძველესი ქართული ერისთავის სამშობლო, რა თქმა უნდა. და ქალბატონმა ტრადიციებზე ბრძანა და მე ძალიან კარგად ვიცი გორის თეატრის ისტორია. გორის თეატრს ეს რანაირად შეიძლება რომ შეეხოს. ეს სხვა არის რომ რაღაცა ფორმით ეს თეატრები უნდა შეიცვალოს. ძალიან ძნელია საუბარი ძალიან დიდ მუდმივ მოქმედ დასებზე. მუდმივ მოქმედ დასი, ეს არის, მე გარწმუნებთ, რომ ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება. ეხლა მოგახსენეთ, რომ მე ვიყავი ამერიკაში ერთ თვის მანძილზე და ჩემი თავარი საქმე იყო, ხა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა, ეს პატარა ეპიზოდი იყო ჩემთვის იქ. და თავარი იყო თეატრების ისინი როცა გებულობენ, რომ ჩვენთან არის ამდენი მუდმივ მოქმედ დასი, ამერიკელებიც კი ისინი ვიყურებენ ეცეთ როგორი შურის თვალით, იმიტომ რომ ეს მათთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა. მე მაგალითად ვხედავ გორის თეატრის მომავალს ასე, რომ ეს უნდა იყოს პატარა მობილური დასი,
რომელსაც სავალდებულო არ არის ყოველდღე გამართოს სპექტაკლები. და გამართოს აუცილებლად ყოველ პარასკევს, შაბათ-კვირას, ან რომელიმე სხვა, მაგრამ კვირაში 3-ჯერ. რომელიც იქნება მთლიანად დაფუძნებული ეროვნულ დრამატურგიაზე, იმიტომ რომ გორის თეატრი აუცილებლად უნდა იყოს ეროვნულ დრამატურგიაზე დაფუძნებული. ფესვები აქვს ეგ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გიორგი ერისთავის თეატრია, ყველაფერს თავი გაავნება. და აუცილებელი მომენტი უნდა იყოს, მე დღეს ველაპარაკე კიდევაც გოგი გაბელაიას ამის თაობაზე, რომ არ აქვს გორის თეატრს იმის უფლება, რომ დღეს რო თამაშობს, მე ხა 3 სპექტაკლი რო ვიგულისხმოთ, არ იფიქროთ, რომ თვლი რომ თეატრი უნდა იყოს ფუნქციონირებს მარტო 3 დღეს. არა. დარჩენილი 4 დღე უნდა გადაანაწილოს. გორის თეატრის მოვალეობაა, რომ ხვალ ითამაშოს ხაშურში, კასპში და აი ესე ამ რეგიონებში. თამარაშენში მე არ უნდა ჩავდიოდე თბილისიდან. გორე უნდა ჩავდიოდეს 2 კვირაში ერთხელ. რაზიოსელი ეს. ხო, მეგობარია ჩემი და ერთნაირად ვაზრუნებ. გორის თეატრი, გორის ისევე პრინციპზე ხართ, რომ თეატრი უნდა მიდიოდეს მაყურებლით. აუცილებელიც არის. თეატრი როგორ წარმოიშვა 26 საუკუნის წინ. გამოვიდა ვიღაცა ქუჩაში და დადგა და დაიწყო თამაში და მიყურეთო, დაიწყო ვიღაცა ყვირილი, ხო? ის მივიდა. ეხლა ჩვენ იცით რა, საერთო კომუნისტურმა იმა ძალიან გაგვაფუჭა. ესმე ვზივართ ეხლა და ვუცდით რომ ეხლა ის გუბერნატორი მე ამ თანხას როგორ მოდის მომცემს, იმ ხელფასებს როდის მომცემს, იმას როდის მომცემს. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს იმ გუბერნატორმა. მე მიშასთანაც მაქვს ლაპარაკები ქარავთა და ის მზად არის რომ გააკეთოს ამის თორემ, მაგრამ აქეთ ამ ხრიდანაც უნდა იყოს. არ შეიძლება იყოს ესეც ცალკე და ველოდო იმას მე როდის გამიკეთებს ამას, იმას. სხვა მკითხვას კაცო, ისა დღესაც ვერ გითხებოდი რომ ისა ხაშურში ხო არ არის თეატრი არა? რატო არ შეიძლება რომ რა პრობლემაა ახლა გორიდან ხაშურში ჩასვლა? დღეს დავთვალე და რაღაცა გამოვიდა რომ ეხლა თავის ავტობუსის წასვლა წამოსვლიან მსახიობიან იმიან 100 ლარზე მეტი არ ჯდება. ხა ნუ თუ ეხლა 100 ლარზე მეტ ბილეთებს ვერ გაყიდის ხაშურში რო ჩავა. ამიტომ ის უნდა ჩავიდეს, დღეს უნდა იყოს ხაშურში, ხვალ კიდე მეორე და საერთოდ ეს რეგიონი უნდა აითვისოს. ამიტომ როცა თქვენ ლაპარაკობთ რაღაც თეატრების შემცირებაზე, თეატრების შემცირება კი არ უნდა მოხდეს. თეატრების სტრატეგიის ძალიან ზუსტი განსაზღვრა უნდა მოხდეს. და უნდა იყოს გასაგები. ბატონო, ამის შემდეგ უფრო მომგებიანი გახდება, თქო, ფინანსური რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამას რასაც იძლევა ეხლა გუბერნია, დავუშვათ, ქალაქი, ბიუჯეტი, ხო? ეს ხო თავისთავად რჩება. შემოსული ბილეთები არ იბეგრება, რჩება თეატრში. ეს ერთ-ერთი იმ ცოტა განთაგანია, რაც კარგი გააკეთეს შევარდნაძემ. თეატრებს ხრჩება შემოსავალი. ესე იგი, პლუს ეს დავუშვათ, ეხლა აქვს გორის თეატრს 100.000 ლარი წლიური ბიუჯეტი, ხო? ესე იგი, დაახლოებით კიდევ 50.000 თეატრს შეუძლია გააკეთოს თუ ის იმოძრავებს. ეხლა წუწუნი იმაზე, რომ მე არა მაქვს ავტობუსი, არა მაქვს საშუალება, არა მაქვს, არც არასოდეს არ გექნება რა, თუ თითი არ გაანდრია, ფეხი არ გაანდრია და ეთახლა ბანათო, იმიტომ რომ გორი პატარა ქალაქია. პრემიერაზე მივა მაყურებელი. მიდის მეორე, მესამე, მეოთხე და 4-ჯერ ვნახავ სპექტაკლს ყოველ ხო, მე აღარ მივა. ხო, ფაქტიურად 4 წარმოდგენისთვის, წარმოდგენის შემდეგ შეიძლება მოხდეს კიდე სპექტაკლი და ეხლა მე შემოგოგა მაპატე რა, სანამ რაღაცა დაგვჭა 2 წუთი, მე არ მინდა რომ ვიღაცამ ჩამითვალოს, რომ მე ამ შემთხვევაში გორის თეატრის საწინააღმდეგოდ ვიძახ. მე ძალიან მიყვარს ეს თეატრი. ეს რეფორმირება დაგეგმილია, თქვათ, იგივე ზევით კულტურის სამინისტროში და გააქვთ თქვენ ინფორმაცია, რომ ეს რეფორმები მოხდეს, თქვათ, ეს დრამატულ თეატრებში. თქვენ ალბათ ისიც გსმენიათ, რომ მე უნდა გავხდარიყავი კულტურის მინისტრი, მაგრამ არ ვიცი კულტურის სამინისტროში არის თუ არა ამის დაგეგმარება, მე ვფიქრობ ეს დაგეგმარება უნდა ხდებოდეს ადგილობრივ ადგილებზე. როგორც თქვენ მოქმედ ადგილებზე, არა მარტო თეატრში. გოგი გაბელაია საკმაოდ ნიჭიერი რეჟისორია, მას მე მთელი პასუხისმგებლობით ვიძახი, ის ნიჭიერი პროფესიონალი რეჟისორია. მას შეიძლება გვერდით ჭირდებოდეს მენეჯერი, რომელიც დაждდება ქალაქის კულტურის სამსახურთან ერთად და მოიფიქრებენ სტრუქტურას, როგორ უნდა იმოძრავონ და ეს უნდა იყოს არა გორის თეატრი, არამედ რეგიონალური თეატრი. აი მაშინ მე ვხედავ ამ თეატრის მომავალს, მაშინ მე ვხედავ ამ თეატრის ფუნქციას. საინტერესო იდეა. წინააღმდეგ შემთხვევაში გორი კი არა, რუსთაველის თეატრის დასი რო ჩამოვიდეს გორში, გორის დას არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ რუსთაველის თეატრი დღეს ყველაზე კაი დასია, ხო? რო ჩამოვიდეს აქ, მე გარწმუნებთ, რომ ერთ და იგივე სპექტაკლს ვერ ითამაშებს 10-ზე მეტი.
ნუ არა ელემენტარულად აღარ მოვა მაყურებელი, იმიტომ რომ ნუ რესურსია მაყურებლის წილი. ადრე კომუნისტების პერიოდში იყო საჭირო, რომ ამ თეატრში, ამ ქალაქში უნდა ყოფილიყო თეატრი. დადის არ დადის მაყურებელი არ მაინტერესებს, უნდა იყოს თეატრი. გასაგებია, ეს იყო მათი კულტურული პოლიტიკა. დღეს, როდესაც ჩვენ შევინარჩუნეთ ეს თეატრები და გვაქვს და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ და არც ერთ თეატრი არ დახურულა, ეხლა ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ამათი სტრატეგია, როგორ უნდა იცხოვროს თეატრებმა და მათი ფუნქცია. გორის თეატრის ფუნქცია არის მოემსახუროს რეგიონს და არა ერთ ქალაქს. იმიტომ რომ ერთ ქალაქისთვის სრულად საკმარისია კვირაში 3 დღის თამაში. 3 დღის კი არა, მე მეც გეტყვი, კვირაში 1 დღის თამაში. კი, თუ ჩავთვლით გადავთვალე ხა თამაში 5 რაიონი. ხო. შედარებით. თითო დღით რომ ჩავიდნენ, აი ესე რომ იარო და არაფერი ამას სამარცხინო არ არის. მსახიობის პროფესიის არ შიდევს, რომ ეს არის მოხეტიალე პროფესიის წარმომადგენელი. გავიხსენოთ 26 წლიანი, ჩვენი 26 საუკუნეწლიანი ჩვენი კოლეგები. დაждდებოდნენ ურემზე, გადადიოდნენ, ითამაშებდნენ, ვაშლებს მიცემდნენ, ხორცს მიცემდნენ, აიღნენ, წავიდნენ და სხვაგან ითამაშებდნენ. არაფერი სამარცხინო ამაში არ არის. შენ გამოდიხარ, შენ თამაშობ, შენ შრომობ და ამაში ღებულობ, შენ თანხავ. დიდი მადლობა ბოდნათო, სულ რაღაც 2 წუთიდან ჩვენი ეს ტრადიცია, ამ გადაცემის ტრადიცია, უბრალოდ ვაძლევთ ჩვენს ასე ვთქვათ, სტუმარს საშუალებას, რომ 2 წუთით მიმართოს ჩვენი რეგიონის მოსახლეობას, მაყურებელს, ტელემაყურებელს ამ შემთხვევაში. ტელემაყურებელს გადაგჭათ საქმე. მე ისევ გავაგზავნებ წინა თემას, იმიტომ რომ თეატრი ჩემთვის არის ყველაფერი. თეატრი რომ არა, მე ალბათ პოლიტიკაში წავიდოდი, ან რაღაცა ბიზნესში წავიდოდი რაღაცა. მე ვარ თეატრის ადამიანი, თეატრის კაცი. ამიტომ მე არ შემიძლია ამ თემას აუარო გვერდზე. მე მინდა მთელ რეგიონის მოსახლეობას ვთხოვო დაჩოქილმა მოხლმა რომ გაუფრთხილდეთ თეატრს, მოუვარეთ თეატრს, იარეთ თეატრში და აიძულეთ გორის თეატრი, რომ მოემსახუროს მთელს რეგიონს და გახდეს მობილური და აქტიური თეატრი. იქ ძალიან კარგი, მე მთელი პასუხისმგებლობით ვიძახი, იქ ძალიან ნიჭიერი რეჟისორია. შეიძლება მას სჭირდება გვერდით ადამიანი, რომელიც ხელს წაკრავს და დაუგეგმავს ამ ყველაფერს, მაგრამ მან ეს უნდა გააკეთოს. მე გორის მაყურებელს მინდა ვთხოვო, რომ მათ მიიღონ აქტიური მონაწილეობა გორის თეატრში, თეატრის ცხოვრებაში, იმ თეატრის ცხოვრებაში, რომელიც ატარებს გიორგი ერისთავის სახელს. დიდი მადლობა. ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და ძალიან საინტერესო იდეები შემოგთავაზეთ ალბათ ეს. შესაძლოა რომ ეს განხორციელდეს ძალიან მარტივად ფოტოშოპს. დიდი მადლობა, მე უბრალოდ მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ავთო ვარსიმაშვილი, თავისუფალი თეატრის მთავარი რეჟისორი. 18 აპრილის ჩათვლით გორში გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში თავისუფალი თეატრი მართავს გასტროლს, თქვენ შეგიძლიათ მიბრძანდეთ ყოველ დღე 17 საათზე იქნება წარმოდგენა სხვადასხვა სპექტაკლები, რა თქმა უნდა, თითქმის მთლიანი რეპერტუარი თავისუფალი თეატრი ჩამოსული გორში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის თქვენ, დიდი მადლობა ბატონ ავთოს. კარგად ბრძანდებოდეთ, ჩვენ მომავალ სამშაბათს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. კარგად. დიდი მადლობა.